შენ ყოველთვის გითქვამენ, რომ აშშ-ს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა აქვს დედამიწაზე, მაგრამ რა მოხდება თუ ეს უკვე აღარ არის სიმართლე? 2023 წლის ბოლოს მისი ყველაზე დაცული საჰაერო სივრცე დაირღვა. არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ მინიმუმ 17 სხვადასხვა შემთხვევაში და სამხედროების რეაქცია. მათ უბრალოდ უყურეს, როგორ ხდებოდა ეს. პენტაგონს აქვს რამდენიმე უმაღლესი საიდუმლო ვიდეო, რომლებიც როგორც ამბობენ, დაუდგენელ ობიექტებს უკავშირდება. მაგრამ რა მოხდება თუ ამას საერთოდ არ აქვს კავშირი უცხო პლანეტელებთან? შესაძლოა მიზეზი, რის გამოც კონგრესი ვერ იღებს პირდაპირ პასუხს, უფრო მარტივი და უფრო შემაშფოთებელია. სამხედროებს უკვე იციან რა დაფრინავს აშშ-ის საჰაერო სივრცეში. უბრალოდ არ იციან, როგორ შეაჩერონ ეს. 2023 წლის დეკემბერში, 17 ღამის განმავლობაში, ვირჯინიაში მდებარე გაერთიანებულ ბაზა ლენგლი იუსტისის თავზე, ყოველდღიურად 1 ან 2 ათეული უცნობი დრონი ჩნდებოდა. ბაზა მასპინძლობს F-22 Raptors, რომელიც შეიძლება ითქვას ყველაზე დახვეწილი საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელია, რაც კი ოდესმე აშენებულა. დრონები ბნელის დადგომის შემდეგ ჩნდებოდნენ. ზოგიერთ მათგანს კამერებმა განათება დააფიქსირა, ზოგს კი არა. ისინი დაფრინავდნენ თავისუფალ ფორმაციებში, იშლებოდნენ და შემდეგ ისევ ერთიანდებოდნენ. ყველაზე დიდი ოფიციალური საჰაერო ძალების შეფასებით 20 ფუტამდე სიგრძის იყო. დაფრინავდა საათში 100 მილზე მეტი სიჩქარით, 3000-დან 4000 ფუტამდე სიმაღლეზე. უფროსი სამხედრო მეთაურები გავრცელებული ინფორმაციით სახურავებზე ადიოდნენ ღამის ხეცხედვის სათვალეებით, რათა უკეთ დაეთვალიერებინათ. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ვერავინ შეძლო დრონების იდენტიფიცირება ან მათ ჩაჭრება ან მათი ჩაჭრა. ლანგლიზე განთავსებული F-22 ესკადრილია იძულებული გახდა მიწაზე დარჩენილიყო და მათი ღამის ოპერაციები გაუქმდა. სააერო ძალებმა ინციდენტი განცხადებაში დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ობიექტმა უპილოტო საფრენი აპარატების აქტივობა პირველად 6 დეკემბრის საღამოს შენიშნა და დეკემბრის განმავლობაში არაერთი შეჭრა დაფიქსირდა. არც ერთ შეჭრას მტრული განზრახვა არ გამოულენია, მაგრამ ჩვენს შეზღუდულ საჰაერო სივრცეში ნებისმიერი მფრინავი ობიექტი საფრთხეს უქმნის ფრენის უსაფრთხოებას. ეხლაც კი პენტაგონს ჯერ კიდევ არ აქვს ახსნა, საიდან მოვიდნენ ისინი. სამხედროების ოფიციალური პოზიცია იყო, რომ უცნობი ფლოტი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელთა ბაზაზე 17 ღამის განმავლობაში მოქმედებდა. მან შეძლო თვითმფრინავების გაჩერება, ყველა სადეტექციო სისტემის გვერდის ავლა და ყველა გადაჭერის მცდელობის თავიდან აცილება და ის არ იქცეოდა ისე, როგორც ოდესმე ენახათ. ოფიციალურ ანგარიშებში მათ არც დრონებად და არც უპილოტო საჰაერო სისტემებად არ მოიხსენიებდნენ. ისინი აღნიშნული იყვნენ როგორც UAP-ები, ანუ უცნობი საჰაერო ფენომენები. ეხლა დაფიქრდით, რას ეუბნებოდნენ კონგრესს იმავე პერიოდში. Whistleblower-ი დევიდ გრუშის 14 წლიანი გამოცდილების მქონე საჰაერო ძალების სადაზვერვო ოფიცერია. ის ასევე იყო უცნობი ანომალური ფენომენების ანალიზის თანახმწვანელი. 2023 წლის ივლისში მან ფიცისკოშ განაცხადა, რომ მთავრობა 10 წლეულების განმავლობაში ახორციელებდა ჩამოვარდნილი ობიექტების აღდგენისა და უკუინჟინერიის პროგრამას, რომელიც არადამიანური წარმოშობის ობიექტებს ეხებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მას უარი უთხეს იმ პროგრამებზე წვდომაზე, რომელთა გამოძიებას დაევალა და ამტკიცებდა, რომ სამხედროებმა არასწორად გამოიყენეს სახსრები ამ ოპერაციების კონგრესის ზედამხედველობისგან დასამალად. გრუშის სიტყვებს ეხმიანებოდა ყოფილი საზღვაო ძალების ლეიტენანტი რაიან გრეივსი. მან არნიშნა, რომ ოფიციალური პოლიტიკის მიხედვით 2021 წლიდან სამხედრო სისტემების მიერ შეგროვებული უმეტესობა UAP სენსორული მონაცემებისა პენტაგონის მიერ საიდუმლო ან უფრო მაღალ დონეზეა კლასიფიცირებული. მათი უმეტესობა. საბოლოოდ, სამხედრო და კომერციული პილოტების მიერ დაფიქსირებული UAP-ის 95% არასოდეს ფორმალურად არ ითხოვინება. წინამდებაში გავრცელებული ინფორმაციით არსებობს 46 კონკრეტული ვიდეო, რომელსაც პენტაგონი ამჟამად არ აძლევს წარმოადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს. ისინი სამხედრო სენსორებით არის დაფიქსირებული და შემდეგ კლასიფიცირდება ისეთ დონეზე, რომ კონგრესს წვდომა არ აქვს. ზოგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საზოგადოებას უთხრეს თითქოს ეს ჩანაწერები გასაიდუმლოებულია მასობრივი პანიკის თავიდან ასაცილებლად არადამიანური ინტელექტის არსებობის შესახებ, რადგან მასალები იმდენად გამორჩეულია, რომ მათი გამოქვეყნება ცივილიზაციას დაარღვევს. მაგრამ თუ ეს აპარატები მართლაც სხვა სამყაროდან არის, მაშინ ყველაზე ცნობილი UAP ვიდეოებიც კი რაც უკვე გვაქვს, უნდა გაუძლოს დეტალურ ანალიზს. მაგრამ ასე არ არის. გიმბალის ვიდეო არის ყველაზე ცნობილი მტკიცებულება UAP-ის შესახებ, რომელიც საჯარო არქივში არსებობს. ოფიციალურად პენტაგონმა 2020 წელს გამოაქვეყნა, ის 2015 წლის იანვარში აღმოსავლეთ სანაპიროსთან F-18F Super Hornet-ის ინფრაწითელმა სენსორმა დააფიქსირა. რასაც მაყურებლები ხედავდნენ, ანუ პროსტორად რასაც ეუბნებოდნენ, რომ ხედავდნენ, იყო მუქი ელიფსური ობიექტი, რომელიც სტაბილურად ტრიალებდა ქარის მიმართულების საწინააღმდეგოდ. არ ჩანდა ამოძრავების არანაირი ხილვის საშუალება, არც ფრთები, არც გამონაბოლქვის კვალი. ვიდეომ ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. ვიდეოში კაბინაში მყოფი პილოტების აუდიოში ისმის როგორ ამბობენ. შეხედე მაგას ტრიალებსო. მილიონობით ადამიანმა ნახა ეს ვიდეოები და იგივე დასკვნამდე მივიდნენ. ის, რასაც ისინი ხედავდნენ, არც ამ დედამიწიდან იყო და არც ადამიანის ხელით იყო შექმნილი. მაყურებელს არ უთხრეს, რა ტექნიკურ კონტექსტში შეიქმნა ეს გამოსახულება. კადრებს აფიქსირებს Raytheonis ANASC 228 მოცინავე სამიზნე წინახედვის ინფრაწითელი პოდი, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ATF-LIR სისტემა.
ეს არის სენსორი, რომელიც თვითმფრინავის გარეთ არის დამაგრებული და როდესაც სამიზნე მის დიაპაზონის კიდისკენ გადაადგილდება, პოდში არსებული კამერა ფიზიკურად ტრიალებს თავის კორპუსში, რათა ობიექტი ხედვაში შეინარჩუნოს. ინფრაწითელში იმ მანძილზე და ატმოსფეროს გავლით, შორეული თვითმფრინავი ჩანს როგორც ძბუნდოვანი სითბოს ლაქა, რომელზეც სენსორი ცდილობს ჩაიკეტოს. როდესაც tracking podi ტრიალებს, რომ ობიექტზე ჩაკეტილი დარჩეს, ეს მოძრაობა გადადის გამოსახულებაში და რაც თქვენ ხედავთ, ასე ჩანს თითქოს ობიექტი თავად ტრიალებს. Nick West, სამეცნიერო მწერალი, რომელიც ცნობილია UAP-ის კადრების ანალიზით, წლებია სამხედრო ვიდეოებს კადრი-კადრი იკვლევს. მან დეტალურად განიხილა გიმბალის კადრები, პოდის მახასიათებლების, კაბინის მონაცემებისადისა და სენსორის მოძრაობის გეომეტრიის გამოყენებით. მისი დასკვნა იყო, რომ ბრუნვა, რომელიც ყველამ დაინახა, საერთოდ არ იყო ობიექტის ბრუნვა. ეს იყო კამერის ეფექტი ATFLIR სისტემაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიდეო რომელმაც მილიონები დაარწმუნა, რომ უცხო პლანეტელთა ტექნოლოგიას ხედავდნენ, შესაძლოა უბრალოდ კამერის ეფექტი ყოფილიყო. ჩვენი საკუთარი აპარატურა გვატყუებდა. და თუ ყველაზე ცნობილი, ყველაზე ფართოდ გავრცელებული UAP-ის მტკიცებულება საჯარო ჩანაწერებში ოპტიკური ილუზია, მაშინ ჩვენ აღარ ვსვამთ კითხვას, რეალურები არიან თუ არა უცხო პლანეტელები. რაც უნდა ვიკითხოთ არის ის თუ რა იყო სინამდვილეში ლენგლის თავზე. ან კიდევ უკეთესი, რას ამბობს ეს ამერიკის თავდაცვის მდგომარეობაზე, რომ ვერავინ შეძლო მისი შეჩერება. გაერთიანებული ბაზა Langley Eustis, 2 F-22 რეპტორის გამანადგურებელი ესკადრონის სახლია და ის მდებარეობს ნორადის საჰაერო თავდაცვის ქსელში, აშეთეშის დედაქალაქის კორიდორისთვის. საჰაერო საბრძოლო სარდლობა სწორედ იქ არის განთავსებული, ხოლო ახლოს ვირჯინიის სანაპიროზე მდებარეობს საზღვაო ძალების მთავარი ბა. ამერიკული საჰაერო თავდაცვის არქიტექტურაში ეს ბაზა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია კონტინენტურ აშეთეშში. 2023 წლის 6 დეკემბრის საღამოდან დაწყებული და 17 ღამის განმავლობაში 23 დეკემბრამდე დრონები მოდიოდნენ და მათ ბაზის განლაგება ზუსტად იცოდნენ. ისინი გამოჩნდნენ ბინდისას, როცა ვიზუალური დაფიქსირება ყველაზე რთულია და ინფრაწითელი სენსორების მუშაობას მიწაზე მზისგან დარჩენილი სითბო აფერხებს. ისინი ფრენდნენ ფორმირებებით, იყოფოდნენ და ისევ ერთიანდებოდნენ. ნებისმიერი ღამის პირველი დრონი, როგორც წესი, ყველაზე დიდი იყო და მაღალი სიჩქარით დაფრინავდა. თითქოს სადაზვერო გადაფრენას ახორციელებდა. მას უკან პატარა ერთეულები მიყვებოდნენ. ვირჯინიის ადგილობრივი სამართალდამცავებიც კი მისდევდნენ მათ საფატრულო მანქანებით ან ფეხით. მათ დახმარებისთვის FBI-სა და თავდაცვის დეპარტამენტის რესურსები გამოიყენეს ხენეს. მაშინაც კი NASA-მ გაგზავნა თავისი WB-47F მაღალი სიმაღლის კვლევითი თვითმფრინავი, რომელიც ლენგლის გარშემო წრიულ ორბიტებზე დაფრინავდა, რათა ზემოდან მონაცემები შეეგროვებინა. არც ერთი ეს მცდელობა არ გაამართლა. ყოველ ღამე დრონები ისე სწრაფად ქრებიან, როგორც ჩნდებიან. დილით კი ბაზა მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ რაღაც იქ იყო, დააკვირდა მათ და შემდეგ წავიდა. ეს გავდა იმას, თითქოს უცხო ძალა 2 კვირის განმავლობაში პენტაგონის ეზოში გაჩერებულიყო, ხოლო მცველები ბინოკლით ადევნებდნენ თქვენ თვალს. მთელი ამ დროის განმავლობაში ამერიკის ყველაზე თანამედროვე საჰაერო უპირატესობის გამანადგურებელი საკუთარ ბაზაზე იყო გაჩერებული. საჰაერო ძალებს არ შეეძლოთ F-22-ის დრონთან ბნელში შეჯახების რისკზე წასვლა. სამხედროებმა განაცხადეს, რომ დრონები არ იქნა გადაჭერილი ან განადგურებული, რადგან იურიდიული შეზღუდვები არსებობს ASHS-ის საჰაერო სივრცეში უცნობ UAP-ებთან დაპირისპირებაზე. ტექნიკურად ეს მართალია. ფედერალური კანონი ზღუდავს ძალის გამოყენებას უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, ნაწილობრივ სამოქალაქო ავიაციის დასაცავად, მაგრამ ასევე იმიტომ, რომ თუ აღმოჩნდება, რომ ეს კერძო სისტემაა, მისი ჩამოგდება შეიძლება სერიოზულ იურიდიულ და პოლიტიკურ პრობლემად გადაიქცეს. ეს წესები აზრიანი იყო იმ ეპოქაში, როდესაც დრონები ხობი მოწყობილობებად ითვლებოდა. მათ მნიშვნელოვნად ნაკლები აზრი აქვთ მაშინ, როდესაც საუბარია დრონებზე, რომლებიც ბირთვული შესაძლებლობის საჰაერო თავდაცვის ობიექტის თავზე ლივლივებენ და მათი იდენტიფიცირება ან თვალთვალი შეუძლებელია. სამართლებრივი ჩარჩო ამ საფრთხეს ვერ დაეწია. და ეს სხვაობა იმაში, რასაც კანონი უშვებდა და იმაში, რასაც სიტუაცია მოითხოვდა, აშკარად ძალიან კარგად ესმოდათ იმ დრონების ოპერატორებს. ისინი მოქმედებდნენ იმ სივრცეში, სადაც ამერიკის წესები და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვეოდნენ. აბა, კიდევ ვინ შეიძლება იცოდეს ამ პლანეტაზე ზუსტად სად არის ეს ხარვეზები? უმეტესად საზოგადოებრივ დისკუსიებში UAP-ზე ნაგულისმევი ვარაუდია, რომ თუ რაღაც შეუძლებლად გამოიხურება, ის აუცილებლად შეუძლებელია. ასე რომ, როცა სენსორი აჩვენებს, რომ რაღაცა 0-დან 20-მდე ხდება, ხალხი უბრალოდ ფიქრობს, რომ ეს ობიექტი რეალურად აკეთებს ამას. ისინი ცდებიან. და იმის გაგება რატომ ხდება ასე? აქ თითქმის ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ეს ცვლის იმას, რასაც ფიქრობ, რომ უყურებ. მოგესალმებით სპუფინგის სამყაროში. ელექტრონული ომის სპუფინგი მუშაობს ისე, რომ რადარისა და სენსორის სისტემებში ყალბ სიგნალებს აგზავნის, რათა შექმნას მოჩვენებითი ანარეკლები. ეს არის ჩვენებები, რომლებიც ეკრანზე მყარ კონტაქტებად ჩნდება, მაგრამ მითითებულ ადგილას რეალურ ობიექტს არ შეესაბამება. ტექნოლოგია სხვადასხვა ფორმით, ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან არსებობს, მაგრამ მისი მასშტაბები და შესაძლებლობები 2000-იანი წლებიდან დრამატულად განვითარდა. კარგად განხორციელებულ სპუფინგის შეტევა შეუძლია ნელა მოძრავი დრონი რადარის ეკრანზე ისე აჩვენოს, თითქოს ის ჰიპერსონიკულ სიჩქარეზე შეუძლებელ ტრაექტორიაზე გადაადგილდება. სენსორი უბრალოდ იმას ხედავს, რასაც სპუფინგის სიგნალი უბრძანებს დაინახოს და მანევრი მხოლოდ მონაცემებში არსებობს. ის თვითმფრინავი, რომელიც ასეთ ექსტრემალურ მანევრებს ასრულებს, ფიზიკურად აუცილებელი არ არის, რომ არსებობდეს.
რაც არსებობს, ეს არის სიგნალი, რომელსაც სენსორები იჭერენ. და თუ იმავე ადგილას ნამდვილი კამერა გექნებოდათ, შეიძლება საერთოდ არაფერი ყოფილიყო იქ. ასე რომ, ის რასაც საზღვაო ავიაციის პილოტები ზოგჯერ აუხსნელ ფრენის ქცევად ახდევდნენ, შეიძლება ზოგ შემთხვევაში სრულიად სხვა რამ იყოს. ელექტრონული ომი, რომელიც სისტემაში მოჩვენებით კონტაქტებს ქმნის. სიგნალები, რომლებიც განკუთვნილია იმისთვის, რომ დააბნიონ, გადატვირთონ და რეალურ დროში შეისწავლონ რეაქციები, მაგრამ ეს მხოლოდ პრობლემის ერთი ფენაა, რადგან ხმაურის პარალელურად ცაში რეალური ობიექტებიც არსებობს, რომელთა გაყალბებაც საჭირო არ არის. ჩინეთის DF-17 ჰიპერბგერითი სრიალა აპარატი მოძრაობს სიჩქარით Mach-5-დან Mach-10-მდე და ამას აკეთებს ატმოსფეროს ზღვართან ახლოს, გაუთვალისწინებელი მარშრუტებით. მარშრუტები სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ გაარღვიოს ის ჩაჭრის სისტემები, რომელთა გარშემოც აშშ-ის სარაკეტო თავდაცვაა აგებული. ეს სისტემები შექმნილია ბალისტიკური რაკეტების ჩასაჭერად, რომლებიც პროგნოზირებად ტრაექტორიებს მიხვებიან. DF-17 არ მიხვება პროგნოზირებად ტრაექტორიას. აშშ-ის საზღვაო თავდაცვის სისტემებთან შედარებით, DF-18-ის შესრულების უპირატესობა აშკარაა. რეალურად ეს იქნებოდა როგორც პროფესიონალი მორბენალისა და პატარა ბავშვის შედარება 100 იარდიან გარბენში. ამერიკის საფასხო ზომები საერთოდაც არ მონაწილეობენ იმავე შეჯიბრში. როდესაც ერთ მხარეს ფანტომური სენსორების მანიპულაციას აერთიანებ და მეორე მხარეს რეალურ ჰიპერბგერით იარაღს, საბოლოოდ სრულიად ახალი ტიპის საფრთხეს იღებ. და სწორედ აქ არის უცხო პლანეტური მამოძრავებელი სისტემის ნარატივი მცდარი. ან იქნებ ეს უბრალოდ განზრახული შედეგია. თუ შენი პირველი ვარაუდია, რომ ეს უცხო პლანეტელთა ხომალდი იყო, მაშინ აღარ ეძებ ვინ შეიძლება იყოს დედამიწაზე ამის უკან. შეცვეთ კითხვას, რომელი მოწინააღმდეგე ფლობს უნარს შექმნას ასეთი სენსორული ნიშნები და აღარ დასვამ ბევრად უფრო საშიშ კითხვას. ხომ არ ამოწმებს ვინმე განზრახ ამერიკის თავდაცვას, უბრალოდ იმის სანახავად, როგორ რეაგირებს სისტემა. და როგორც ჩანს, ამ პოლიტიკის პასუხისმგებელი ვიღაც ამას კარგად იცის. 2023 წლის ზაფხულში სენატორებმა ჩაკ შუმერმა და მაიკ რაუნდსმა წარადგინეს კანონპროექტი, რომელიც ამერიკის ისტორიაში UAP-ის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი კანონმდებლობა გახდა. 2023 წლის უცნობი ანომალური ფენომენების გამჟღავნების აქტი. კანონპროექტი უბრალოდ სიმბოლური ჟესტი არ იყო. ის სისტემის გახსნის იდულებისთვის შეიქმნა. იქნებოდა საპრეზიდენტო მიმოხილვის საბჭო და საბჭოს დეკლასიფიკაციის უფლებამოსილები. ასევე არსებობდა იურიდიული მოთხოვნა, რომ სააგენტოებს გადაეცათ თავიანთი UAP ჩანაწერები, მაგრამ მის შიგნით იყო ნაწილი, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. იძულებითი ჩამორთმევის მუხლი. მუხლი, რომელიც განსაზღვრავდა, რომ აშშ-ის ფედერალურ მთავრობას ჰქონდა უფლება დაეკავებინა ნებისმიერი კერძო პირის ან ორგანიზაციის ხელში არსებული უცნობი წარმოშობის აღდგენილი ტექნოლოგიები. ეს ვრცელდებოდა ბიოლოგიურ ნიმუშებზეც, რომლებიც მიუთითებდნენ არაადამიანურ ან არამიწიერ წარმოშობაზე. მთავარი სიტყვა აქ კერძო სუბიექტები. თუ თავდაცვის კონტრაქტორი ინახავდა აღდგენილ მასალებს, რომელთა შესწავლაზეც მთავრობასთან კონტრაქტი მთავრობას შეეძლო კონტრაქტი, მთავრობას შეეძლო მათი ჩამორთმევა. კონტრაქტორს არ ექნებოდა სამართლებრივი საშუალება უარი ეთქვა. ნებისმიერი აეროკოსმოსური კომპანიისთვის, რომლის პროგრამებიც მოქმედებდა სტანდარტული გამჟღავნების ჩარჩოს მიღმა, ეს პუნქტი არამხოლოდ არასასურველი იყო, არამედ შეეძლო პროგრამების შეჩერება ან მათი დაშლის შესაძლებლობაც კი შეექმნა. შემდეგ რაც მოხდა, ვაშინგტონში იმდენად ნაცნობი სცენარია, რომ თითქმის არც კი აღიქმება სიახლეთ. შემდეგ დაიწყო წინააღმდეგობა. კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა და მაიკ როჯერსმა უხელსმა უხელმძღვანელეს მცდელობას, რომ კანონპროექტი შეემცირებინათ მის მიღებამდე. და როდესაც 2024 წლის თავდაცვის კანონპროექტი საბოლოოდ გამოვიდა კომიტეტიდან 2023 წლის დეკემბერში, UAP-ის გამჟღავნების აქტი თითქმის აღარ იყო საცნობი. დამოუკიდებელი მიმოხილვის საბჭო ამოღებული იყო. ექსპროპრიაციის დებულება ამოღებული იყო. ავტომატური საჯარო გამჟღავნების თავდაპირველი იდეაც აღარ არსებობდა. მის ნაცვლად შემოიღეს 25 წლიანი გადავადების ვადები და ეროვნული უსაფრთხოების გამონაკლისები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით დამალვას, თუ ისინი სერიოზულ საფრთხედ ჩაითვლება. საბოლოოდ მთავრობამ სრული კონტროლი შეინარჩუნა იმაზე, თუ რას ნახავდა საზოგადოება სინამდვილეში. დევიდ გრაშმა ამას ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ საკანონმდებლო მარცხი უწოდა. Open Secrets-ის მონაცემებით 2023-24-24 საარჩევნო ციკლისთვის ტერნერმა მიიღო $174,000 მეტი თავდაცვის კონტრაქტორებისგან და $80,000 მეტი თავდაცვის ავიაკოსმოსური სექტორიდან. როჯერსი იყო თავდაცვის სექტორის დაფინანსების ყველაზე დიდი მიმღები იმ ციკლში. მან თავდაცვის კონტრაქტორებისგან $400,000 მეტი მიიღო. ორ წარმომადგენელს, რომლებმაც უზრუნველყვეს, რომ ექსპროპრიაციის პუნქტი არასდროს გამხდარიყო კანონი. ჯამში $650,000 მეტი გადაეცათ. მთელი ციკლის განმავლობაში თავდაცვის ინდუსტრიის საერთო შემოწირულობები იმ პირების მიმართ ის მიმართ, ვინც ბლოკავდა კანონპროექტს, $1.2 მილიონ გადააჯარბა. იგივე თანხა საკმარისი იქნებოდა 40 სრულაივი ლიგის სტიპენდიაზე. ტერნერის მიერ იდენტიფიცირებულ დონორებს შორის არიან Lockheed Martin, Raytheon, Boeing, Northrop Grumman, BAE Systems და General Dynamics. ეს ფაქტობრივად იმ კომპანიების სრული სია, რომლებიც ყველაზე მეტად იქნებოდნენ პირდაპირ საფრთხის ქვეშ, თუ კერძო მფლობელობაში არსებული აღდგენილი მასალების სავალდებულო გამჟღავნება მოხდებოდა. აბა, ზუსტად რას ინახავენ თავდაცვის კონტრაქტორები საიდუმლოდ, რისთვისაც $1.2 მილიონ იხდიან? პასუხი პირდაპირ პენტაგონის საკუთარ ბუღალტერიაზე მიუთითებს. 2023 წლის ნოემბერში პენტაგონმა აუდიტი ZZ მე-6 წელს ვერ გაიარა. იგივე განმეორდა 2024 წელსაც.
2025 წელს უკვე 8 წელია, რაც აუდიტის ჩავარდნები გრძელდება. ეს უბრალოდ რიცხვების გადაცვლის უმნიშვნელო შემთხვევა არ არის. თავდაცვის დეპარტამენტი აკონტროლებს დაახლოებით 4.7 ტრილიონი დოლარის აქტივებს. ობიექტებში, აღჭურვილობაში, იარაღის სარრის სისტემებში, მარაგებში, უძრავ ქონებასა და ფინანსურ აქტივებში. და პენტაგონის საკუთარი აუდიტორების მიხედვით 2023 წლისთვის ამ თანხის დაახლოებით ნახევარი სწორად აგრიცხული არ იყო. ეს თანხა საკმარისია დაახლოებით 150 ჯერალდ არტფორდის კლასის ავიამზიდის ასაშენებლად. ყველაზე ძვირადღირებული საბრძოლო ხომალდები ისტორიაში თითოეული დაახლოებით 13 მილიარდი დოლარი ღირს. რასაც პენტაგონის აუდიტის ჩავარდნები აჩვენებს, არის ფინანსური არქიტექტურა, რომელიც განზრახ ისეა მოწყობილი, რომ გამჭვირვალობას შეეწინააღმდეგოს. სპეციალური ცდომის პროგრამები, ანუ SAP-ები, ამ არქიტექტურის სათავეში დგანან. ესენი არის გასაიდუმლოებული კვლევითი და თავდაცვითი პროგრამები, რომლებიც მოქმედებენ ჩვეულებრივი შესყიდვებისა და ზედამხედველობის ჩაჩოს მიღმა. ისინი ფინანსდებიან მექანიზმებით, რომლებიც განზრახაა დაფარული ბიუჯეტში. პენტაგონის გენერალურმა ინსპექტორმაც კი აღიარა ოფიციალურად არ აღიარებული SAP-ების არსებობა. ისინი იმდენად ღრმადაა დამალული, რომ კონგრესის იმ კომიტეტებსაც კი, რომლებიც მათ ზედამხედველობას ახორციელებენ, ყოველთვის სრულად არ აქვთ ინფორმაცია მათი არსებობის ან დაფინანსების შესახებ. დამოუკიდებელი კვლევისა და განვითარების, ანუ IR&D-ის სახსრები, ასევე საშუალებას აძლევს კერძო კონტრაქტორებს ჩაატარონ გასაიდუმლოებული კვლევები სტანდარტული საჯარო აუდიტის მოთხოვნების გარეშე. ხარჯები მთავრობის კონტრაქტებზე ისე ირიცხება, რომ მათი კვალის გაკვლევა უკიდურესად რთულია. მაგრამ ობიექტები, რომლებიც დაკავშირებულია ამერიკის ყველაზე საიდუმლო ავიაკოსმოსურ პროგრამებთან, ნაწილობრივ საჯარო ჩანაწერებში პრევში ფიქსირდება. Lockheed Martin's Skankworks-ი, რომელიც პასუხისმგებელია მიებელია U2-ზე, SR-77-ზე და FA-17-ზე, კალიფორნიის ქალაქ Palmdale-ში, ქარხანა 42-ის მეოთხეობით ობიექტიდან მუშაობს. ეს არის მთავრობის საკუთრებაში არსებული კომპლექსი, რომელიც თავდაცვის კონტრაქტორებზეა გაცემული იჯარით. Northrop Grumman-მაც იქვე ააშენა B2 სპირიტის სტელს ბომბდამშენი. ასევე არსებობს Dagway-ის საცდელი პოლიგონი იუტაში. საიდუმლო საცდელი ტერიტორია, სადაც იარაღები, სენსორები და სისტემები მუშავდება და მოწმდება, მაგრამ დეტალები საჯარო არ ხდება. ეს ობიექტები არ არის საიდუმლო იმ გაგებით, რომ მათი არსებობა უცნობია. ისინი საიდუმლოა იმით, რაც მათ შიგნით ხდება. არ არსებობს რეალური კონტროლი იმაზე, რომელი პროგრამები ფინანსდება, რა ტექნოლოგიები მუშავდება ან იკვლევა და რა ფასად. არც ერთი ეს საკითხი სათანადოდ არ მოწმდება შედეგებზე, ან თუნდაც მხოლოდ დაფინანსებაზე. ყველა მიცის მხოლოდ ის, რომ ფული მიდის ამ პროექტებში და ყველაფერი რაც იქიდან გამოდის, მაშინვე საიდუმლოდ ცხადდება. გრაშმა ამაზე პირდაპირ მისცა ჩვენება. მან დაადანაშაულა სამხედროები თანხების არასწორად გამოყენებაში, რათა UAP-თან დაკავშირებული პროგრამები კონგრესისგან დაფარული ყოფილიყო. და ის თეორიაზე არ საუბრობდა. მან თქვა, რომ ეს იყო ის, რაც მან საკუთარი თვალით ნახა, როცა უსაფრთხოების დაშობით დაზვერვის ოფიცრად მუშაობდა. ფული, რომელიც ერთი პროგრამისთვის იყო განკუთვნილი, სხვა პროგრამაში გადადის. დაფინანსება, რომელიც შავ ბიუჯეტში ხდება და აღარ ბრუნდება ისე, რომ ზედამხედველობას შეეძლოს მისი გაკონტროლება. 2023 წლისთვის ეს ნიშნავდა 6 ZDZ ჩავარდნილ აუდიტს და 1.9 ტრილიონ დოლარს აუბრიცხავ აქტივებში. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ სისტემა ასე მუშაობს უკვე ძალიან დიდი ხანია. და ადამიანები, რომლებსაც ყველაზე დეტალური ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ სად წავიდა ეს ფული, სწორედ ის ხალხია, ვისი პოლიტიკური წარმომადგენლებიც ახლა უზრუნველყოფენ, რომ ექსპროპრიაციის მუხლი არასდროს გახდეს კანონი. ამერიკის კანონმდებლობაში არსებობს დებულება, რომელიც ავალდებულებს ნებისმიერ სამთავრობო ან კონტრაქტორის პროგრამას, რომელიც ეხება UAP-ებს, ამის შესახებ აცნობს ეგრეთ წოდებულის რუიანს მედი კონგრესის რუიანს. ესენი არიან 8 უმაღლესი რანგის კონგრესის ლიდერები, რის ლიდერები, რომლებიც აშშ-ში დაზვერვის ზედამხედველობის სათავეში დგანან. წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პალატის უმცირესობის ლიდერი, სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, ასევე ორივე დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეები და რანგით უფროსი წევრები. მათ უნდა კონდეთ ცდომა ყველა საიდუმლო პროგრამაზე, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ახორციელებს. ეს არ არის სურვილი, ეს არის კანონი. კონგრესის წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც გრაშმა წარადგინა და სხვა მოწმეებმა დაადასტურეს, მიუთითებს, რომ UAP-ებთან დაკავშირებული პროგრამები მოქმედებდა საჭირო შეტყობინების გარეშე. სამუშაო ჰიპოთეზა ასეთია, რომ შეტყობინება არ დაგვიანებულა. ამის ნაცვლად პროგრამებთან დაკავშირებული სისტემები იმდენად ავტონომიური, თვითდაფინანსებადი და სტანდარტული ზედამხედველობის მექანიზმებიდან გამიჯნული გახდა. სადაზვერვო საზოგადოება არ მოქმედებდა კონსტიტუციურ ჩარჩოში, არამედ მის გარშემო. სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რვიანთა ჯგუფის დებულება. ვერც ერთი პროგრამა მისი კლასიფიკაციის ან სენსიტიურობის მიუხედავად ვერ იმუშავებს მინიმუმ 8 არჩეული წარმომადგენლის ცოდნის გარეშე, რომლებიც ამერიკელი საზოგადოების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. როდესაც ამ დანცავ მექანიზმს გვერდს უვლიან, ეს უკვე აღარ არის უბრალოდ კლასიფიკაციის საკითხი. რჩება სისტემა სახელმწიფოს შიგნით, რომელიც ირებს უზარმაზარ ფინანსურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, თითქმის სრული გაუმჭვირვალობით და ძალიან მცირე დემოკრატიული ანგარიშვალდებულებით. უეცად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას შეუძლია დახარჯოს უზარმაზარი თანხები ისე, რომ არავინ იცის ამის შესახებ, ან ვერ აკონტროლებს, სად მიდის ეს ფული. ასე რომ, ფული დაკარგულია, საჰაერო სივრცე კომპრომეტირებულია. არჩეული წარმომადგენლები მოუჭრეს ცდომა იმ პროგრამებზე, რომელთა შესახებ ინფორმაციაც კანონით მათ უნდა მიეწოდოთ. მეორე მხარეს კი არის საზოგადოებისთვის განკუთვნილი ნარატივი.
გვიყვებიან, რომ ერთადერთი ახსნა ისაა, რომ უმეტესობა UAP-ის ან UAP-სთან დაკავშირებული მოვლენებისა შესაძლოა იყოს უცხოპლანეტური ინტელექტის შესაძლო მტკიცებულება, რომელიც დედამიწის მიღმა მოდის. ეს არის ნარატივი, რომელსაც თავს გვახვევს კონგრესი და თავად მთავრობა. და ადვილია დაინახო, რამდენად მოსახერხებელია ეს მათთვის. ის სპეციალურად არის შექმნილი იმისთვის, რომ არ დაუშვას გონივრული კითხვები იმის შესახებ, რა ხდება სინამდვილეში აშშ-ის მნიშვნელოვანი თავდაცვითი ობიექტების შიგნით ან გარშემო, რაც გვიყვანს ამ თავსატეხის ბოლო ნაწილამდე. თუ ლენგლის თავზემყოფი აპარატი მართლაც უცხოპლანეტური იყო, მაშინ რატომ ემსახურება პენტაგონის ოფიციალური ვერსია ასე სრულყოფილად დედამიწელი თავდაცვის კონტრაქტორების ინტერესებს? და რა არის საბოლოოდ რეალური საფრთხე? აი, რას აჩვენებს რეალურად მტკიცებულებები, როცა მათ გარშემო აგებული ნარატივის ფილტრის გარეშე უყურებთ? 46 კლასიფიცირებული ვიდეო, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტს დაუმალეს, არ მალავენ იმისთვის, რომ საზოგადოებაში უცხოპლანეტური ინტელექტის გამო პანიკა არ გამოიწვიოს. ისინი იჩქმალება იმიტომ, რომ ასახავს იმას, რა მდგომარეობაშია ამერიკის სამხედრო შესაძლებლობები ამ ქვეყნის ყველაზე სენსიტიურ საჰაერო სივრცეში. ამ ჩანაწერებში თითქმის უეჭველად ნაჩვენებია არა სხვა galaktikიდან მოსული აპარატები. ისინი აჩვენებენ მაღალი გარჩევადობის სენსორებიდან მიღებულ ვიდეო მასალას, სადაც მოწინააღმდეგის უპილოტო სისტემა ჩანს, რომელიც მოქმედებს შეზღუდულ ამერიკულ საჰაერო სივრცეში და ამას აკეთებს ყოველგვარი წინააღმდეგობის გეგარეშე. ლანგლის ინციდენტი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმ მოვლენების სერიისა, რომელიც წლების განმავლობაში მრავალ სტრატეგიულ ობიექტზე ხდება. მოთხრობა ასეთია: ესენი უცნობი საჰაერო ფენომენებია და ისინი უნდა კლასიფიცირდეს სხვა სააგენტოსთვის, როგორც უცნაურობა და როგორც ჩვენი უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიების ნაწილი. მაგრამ ეს დასკვნა უბრალოდ კომუნიკაციის მიზანმიმართული სტრატეგია იყო. ეს ზიანის კონტროლის მიზანმიმართული ნაბიჯია. ეს ნარატივი უბრალოდ ფარავს რეალურ პრობლემას და ამის მიზეზიც არსებობს. ჩვენ არ ვიცით ესენი რა არის, რაც ხელს უშლის ანგარიშვალდებულებას, ისე როგორც ჩინურმა დრონებმა ლენგლიში 17 ღამე იფრინეს და ვერ შევაჩერეთ, ამას არ აკეთებს. პირველი საიდუმლოა, მეორე კი უმაღლესი დონის სამხედრო და სადაზვერვო მარცხია. UAP-ის იარლიქს კიდევ ერთი ფუნქცია აქვს, რომელიც ინსტიტუტებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. ის ფინანსურ ჩანაწერს ასუფთავებს. თუ ეს პროგრამები 10 წლეულებია მიმდინარეობს, ხარჯების აღწერა როგორც საიდუმლოს კვლევა უფრო მარტივია, რადგან ალტერნატივის ხმამაღლა თქმა უფრო რთულია. რომ შესაძლოა ამან დააფინანსა ჩიხში შესული უკუინჟინერიის მცდელობები, ან ელექტრონული ომისგან დაცვის სისტემები არ მუშაობდა როგორც იყო განზრახული. ან სენსორულმა სისტემებმა ვერ შეძლეს დრონების აღმოჩენა, რომლებიც ახლა ამერიკის ბაზებში აღწევენ. ჩავარდმილი კვლევა და განვითარება საიდუმლო მასშტაბით პოლიტიკურად კატასტროფულია, მაგრამ საიდუმლო კვლევა განვითარება, რომელიც მიმართულია ნამდვილი კოსმოსური საიდუმლოსკენ, რაღაცნაირად უფრო პოლიტიკურად ასატანია. ასე რომ უცხოპლანეტელების ისტორია არ არის უცხოპლანეტური ტექნოლოგიის საფარი. ეს არის საფარი მარცხისთვის და ფულისთვის, რომლის ახსნაც საზოგადოებისთვის შეუძლებელი. ლეიტენანტი რაიან გრეივსი, საზღვაო ძალების პილოტი, რომელმაც გრუშთან ერთად მისცა ჩვენება, პირდაპირ თქვა: თუ ყველას შეეძლებოდა დაენახა სენსორებისა და ვიდეო მონაცემები, რაც მე მაქვს, ეჭვი არ იქნებოდა, რომ UAP ჩვენი თავდაცვის, დაზვერვისა და სამეცნიერო საზოგადოებისთვის უმაღლესი პრიორიტეტი იქნებოდა. ის მართალი იყო, მაგრამ არა იმ მიზეზით, რასაც უცხოპლანეტელების ნარატივი გულისხმობს. თუ კონგრესის ზედამხედველობა ნახავდა იმ 46 ჩანაწერს სრულ გასაიდუმლოებულ კონტექსტში, UAP გახდებოდა უმაღლესი პრიორიტეტი. ეს იქნებოდა უეჭველი მტკიცებულება იმისა, რომ ვიღაცამ დედამიწაზე მოიპოვა ისეთი წვდომა ამერიკის შეზღუდულ საჰაერო სივრცეზე, რომელსაც აშშ-ის სამხედროები ამჟამად ვერ აფერხებენ. და ეს ვიღაცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ აშშ-ის მეგობარი იყოს. ყველაზე მეტად ეს შეიძლება იყოს თავად ჩინეთი, ისეთი სისტემით, რომელიც გავს იმას, რისი შესაძლებლობაც ამ ქვეყანას უკვე უჩვენებია, ახლა კი პირდაპირ აშშ-ის ტერიტორიაზე დაფრინავს სადაზვერვო მიზნით. საფრთხე ვარსკვლავებიდან არ მოდის. შემდეგი ომის პირველი ბრძოლა უკვე გაიმართა ვირჯინიის ცაზე 2023 წლის დეკემბერში. ის გაიმართა ისე, რომ არც ერთი გასროლა არ განხორციელებულა და აშკარად აშშ-ომ არ მოიგო. და თუ ეს ერთი შემთხვევა გონიათ, ასე არ არის. მსგავსი კითხვები გაჩნდა დედამიწის ყველაზე სენსიტიურ ადგილებში. გაიგეთ, რატომ ვერ ხსნის სამხედროები ამ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, აშშ-სა და რუსეთის ბირთვული იარაღის ობიექტებზე, ან დააწყაპუნეთ ამ ვიდეოზე.